კუბაში ენერგეტიკული კრიზისია. 2 აპრილს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი კუბაში მეორე ნავთობ ტანკერის გაგზავნას გეგმავს. ამ ნაბიჯით მოსკოვი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას კუნძულის მიმართ. განცხადება 2 დღის შემდეგ გაკეთდა, რაც კუბის პორტ მატანსასში სანქცირებული რუსული ტანკერი შევიდა, რომელსაც 730,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. ეს 3 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნავთობ ტანკერმა კუნძულს მიაღწია. Куба в блокаде полностью. კუბა სრულ ბლოკადაშია, ის მოწყვეტილია ყველაფერს და ვისი ნავთობი ჩავიდა იქ. რუსულმა გემმა გაარღვია ბლოკადა. ახლა კი უკვე მეორე გემი იზიდულდება. კუბელებს მარტო არ დავტოვებთ გასაჭირში. Мы не оставим кубинцев в беде. იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპი ტარიფებით დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიდნენ. თუმცა ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ პრობლემა არ ექნება თუ რუსული ტანკერი შევა ნავსადგურში, რადგან ფიქრობს, რომ ამით კუბის მთავრობას ვერ დაეხმარებიან. შეერთებული შტატების ენერგეტიკულმა ბლოკადამ გააღრმავა კუბის ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სერიოზული შეფერხება, სახელმწიფოს მიერ მართული საკვების რაციონის სისტემის შემცირება და წყლისა და მედიკამენტების დეფიციტი. ამ პრობლემებმა განსაკუთრებით კუნძულის ყველაზე დაუცველი ჯგუფები დააზარალა.